უცხოეთში მცხოვრები ქართველების წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელთა შორის ძირითადად ბანკებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე ეკონომისტები არიან, პრეზიდენტმა მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ეკონომისტებს მიმართა და მსოფლიოში არსებული კრიზისის ფონზე საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ პოზიციის დაფიქსირებას სთხოვა. საფრთხეს, რომელიც შეექმნა უკვე არსებულ სამუშაო ადგილებს და საწარმოებს საქართველოში და იმას, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ სამუშაო ადგილების გადარჩენა, შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალი საწარმოების გახსნა. ეს საქართველოს რამდენიმე მთავარი საკითხია პრიორიტეტული, მაგრამ არ არსებობს იმას დიდი პრიორიტეტი, თუ არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ამისათვის საქართველოს სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური სტაბილურობა, საბანკო სექტორის გამართული ფუნქციონირება და არის ფინანსური საფუძველი და მინიმალურად რისკებისგან დაზღვევა, რა თქმა უნდა სრული დაზღვევა ამ სიტუაციაში ჩვენ გადაწყვეტს და რეალისტურად ვიყურებთ. საქართველოს ეკონომიკა რეალურად მართლაც შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე რეგიონში სხვა ქვეყნები. გვაქვს თეორეტიკულად სტაბილური მდგომარეობა როგორც საბანკო სექტორში, ასევე სხვა სექტორებში, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან დიდი სირთულეები გვექნება წინ, იმიტომ რომ ძალიან უცნელია რაიმის წინასწარ დაგეგმვა დღევანდელ საქართველოში, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, ასევე საერთოდ ეკონომიკაში. მე მინდა ვთქვა რამოდენიმე პრეზიდენტის განცხადების შემდეგ უცხოეთიდან ჩამოსულმა ქართველმა ეკონომისტებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ კრიზისის დროს სწორად იმოქმედა. თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოში არც ერთი ბანკი საფრთხის წინაშე არ დამდგარა, როგორც ეს მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების საბანკო სექტორში მოხდა. სტაბილურობა და ის ფაქტი, რომ რეზერვები არსებობს და არ ყოფილა არც ერთხელ საკითხი თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს საჭიროებოდა ჩარევა საბანკო სექტორში არის აბსოლუტურად აღსანიშნავი, იმიტომ რომ ბანკირები ვინც აქვთ, ყველა წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მიერ გადარჩენილ ბანკებს, ასე ვთქვათ. საქართველოში არც ერთი ბანკი არ ყოფილა ის მდგომარეობაში, რომ გადარჩენია საჭიროებები. პრეზიდენტთან შეხვედრამდე უცხოეთში მოღვაწე ქართველები საკუთარი შეხედულებების და ინიციატივების შესახებ 2 საათიან დაახლოულ შეხვედრაზე მსჯელობდნენ, რომელსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ფრანქინიკა გილაური, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი კახა ბაინდურაშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ბადეიშვილი და თბილისის მერი ქრისტინ გულავა ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კომენტარი აღარ გააკეთა. მათი ხედვა თუ კიდევ შეიძლება რაიმეს გაკეთება თუ შემდგომში რა რეფორმების გატარება იქნება საჭირო, რამდენად ეთანხმებიან მთავრობის მოსაზრებები, რამდენად მათ შორის მოვისმინეთ მსოფლიო ეკონომიკის შესახებ მათი პროგნოზები, იმიტომ რომ ბუნებრივია ეს ხალხი იქ არის დასავლეთში მოღვაწეობენ, მუშაობენ ორგანიზაციაში და ფლობენ აბსოლუტურად თქვენ ინფორმაციას თუ რა პროცესები მიმდინარეობს. მოზიდული ლარი ჩადებული ქართულ ეკონომიკაში ნიშნავს კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს, კიდევ უფრო მეტ დასაქმებას. ეხლა არის კარგი გაგებით როჭიკობის დრო, ანუ ჩვენ უნდა შევხვდეთ ამ ხალხს, მოვისმინოთ მათი ყველა საქმიანი იდეა და მეორე მხრივ უნდა ვიკალმასოთ, ვიროჭიკოთ იმისათვის, რომ მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი ფული იმისათვის, რომ ქვეყანაში შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი. მთავრობის წევრების განცხადებით იმის შემდეგ, რაც მთავრობას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს, მთავარი ამოცანა იქნება სიღარიბეს ამბრძოლა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საქართველოს ეკონომიკის განვითარება. ეკამ გალობლიშვილის და პრეზიდენტ შორის არსებული დაპირისპირება და უკვე ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისი წასვლის შემდეგ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. საპარლამენტო ოპოზიციამ გალობლიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზს სააკაშვილის მიერ უნიჭოს დაცმულ ფარს უწოდებს და ამბობს, რომ პრეზიდენტმა კომუნისტების მეთოდი გამოიყენა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი სია საგარეიშვილის თქმით, სააკაშვილმა გალობლიშვილის წინააღმდეგობის გამო დასაჯა. გლაური კი მორჩილებისთვის პრემიერის პოსტით დააჯილდა. ძალიან იაფადყი დამტყუს ბატონი სააკაშვილის შეუერთებელ თვალით ჩანდა. სააკაშვილის თავრობა დაეძებნა ნახმარ ბანკოს პარტს,
გაცვეთილ ფურცლი, გილაურიერი გამოსული კადრი, გილაურიერი დამყოლი კადრი, გილაური გააკეთებს ყველაფერს, ასაც მას ეთქვის ბატონი მერაბიშვილი, ასაც მას ეთქვის ბატონი სააკაშვილი. და ერთადერთი რაზეც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ხდება ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. არასაპარლამენტო ოპოზიციაში გიორგ საგარეიშვილის თვალსაჩინო, რომ პრემიერმა თანამდებობა მუხარის გამოდატოვა. კონსერვატორი კახა კუკავამ გალობლიშვილის ისტორიას ნოდარ გუმბაძის გმირის ზუიკალას ამბავს ადარებს. კუკავა იმასაც ამბობს, რომ გალობლიშვილი მასა და სააკაშვილის შორის მომხდარ ინციდენტზე მალე ალაპარაკდება. მემარჯვენე მამუკა კაცკაძე კი ახალ პრემიერს ჯანმრთელობის ცნობის მიტანას უსწრებს. დარწმუნებული ვარ, რომ ოჯახის წევრების განადგურების მუხარით აიძულეს გალობლიშვილი აიეთამაშა სამარცხვინო სპექტაკლი სამჯერ სამედიცინო გამოკვლევა ჯანმრთელი ადამიანისათვის. ძალიან გავს გალობლიშვილის ეს ისტორია ნოდარ გუმბაძესთან აღწერილ სცენას, ზურიკელა რო ჩაწვება ესე იგი ვითომ ავადარი იმის გამო რომ ჯარში არ უნდა წაიყვანება. ეს ყველაფერი არის ძალიან სასაცილო, მაგრამ იმავდროულად ძალიან ტრაგიკული, იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ 2 თვის წინ გალობლიშვილმა და სააკაშვილმა დასახეს საქართველოს გადარჩენის გეგმა, დღეს გალობლიშვილი წავიდა და რაღაც გადარჩენის საქართველოს ვერავინ ვერ ხედავს. სამწუხაროდ იგივე არის მოსალოდნელი გილაურის შემთხვევაშიც, რომელიც ასევე არ არის დამოუკიდებელი პრინციპული პიროვნება და სავარაუდოდ იქნება მიხეილ სააკაშვილის ნიბის უსიტყვო შემსრულებელი. მნიშვნელოვანი ნაწილი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საქართველოს ყავს სამარცხვინო ხელისუფლება. ერთმანეთში ჩხუბის, დავით არაბის, მუშტიკრივის გამო კვარტალში ერთხელ საქართველოს უნდა ხავდეს, ესე იგი, ახალი მინისტრთა კაბინეტი. ეს გახლავთ ძირითადი არგუმენტი. რაც შეეხება მკურნალობას პრემიერ-მინისტრისას, მე ასე ვიტყოდი, რომ გალობლიშვილი სამკურნალო იყო მაშინ, როდესაც ის დათანხმდა სააკაშვილის შემოთავაზებას და გახდა პრემიერ-მინისტრი. კარგი იქნება თუ გილაურიც და სხვა მინისტრებიც სერიოზულად გაივლიან სამედიცინო გამოკვლევას, მერე სალაპარაკო არ გახდეს ეს ყველაფერი. ბოლო პერიოდში მთავრობაში ავადმყოფობის გახშირებული ფაქტების გამო ახალ პრემიერს ჯანმრთელობის ცნობის მიტანას ოპოზიციის მსგავსად საკუთარი გუნდის წევრებიც ურჩევენ. ხელისუფლებაში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კმაყოფილები ხდებიან და ამბობენ, რომ ნიკა გილაური ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს. ჯანმრთელობის ცნობა მოიტანა თუ მე პრობლემები არ ქონდა. დაზღვეულები რო იყო. მე დარწმუნებული ვარ, გილაური გაარწმუნებს თავს და ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი და აქცენტი სწორედ ეკონომიკაზე უნდა იყოს გაკეთებული. გილაური საკმაოდ კვალიფიცირებული და გამოცდილი კადრია, რომელიც გუშინ და გუშინწინ არ მოსულა საქართველოს ხელისუფლებაში, მას ძალიან კარგად იცის ეკონომიკა. პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებული დაპირისპირების საკუთარ ვერსიას ყვებიან ლეიბორისტები. თავრობის სკომას ბენდუქიძე რაღაც წაიღებდა. გავიქიშნა გატოვის. ჩვეულებრივად სკომას ატარებდნენ რაღაც ბენდუქიძე როლის მიზნელობა გააგდო ის. სკომიდან გარდებული ბენდუქიძე შემოხდა ნიშა. და რატო სამი გამოვიდა შემოწმებული შევარდა ნიშები ესწორა მობილური. ამას მობილური უკანესროლა და იმას ესწორა მობილური, ამან მობილური ესწორა და აკდა რასო გამოსული მე გავაკავა ეს ნიშა ჩვენამდე ასეთი ინფორმაცია მოსულა. გადადგომის შესახებ განცხადება გრიგორ გალობლიშვილმა გუშინ საღამოს გააკეთა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ახალ პრემიერს პარლამენტი 2 ტურის ვადაში დაამტკიცებს. გილაური გახდა პრემიერი. ეს რეაქცია საქართველოს მთავრობაში მორიგმე საკადრო ცვლილებამ გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილის აზრით, ახალი პრემიერი ვერაფერს შეცვლის. პრეზიდენტი სააკაშვილი კი კადრების შერჩევაში უუნაროა. ერთი არ ვარ და მეორე, მესამე, მეოთხე კადრების შერჩევა არ იცის სახელმწიფო. ამიტომ ჯერ უნდა შეარჩიოს კადრები და მერე უნდა დასვას და ამ მოკლე დროში 4 მინისტრის გამოცვლა მე არ ვიცი. გილაურის დანიშვნა იგივეა, რაც სხვები არიან. მე მაგალითად არაფრის იმედი არ მაქვს. ასეთი გაუბედურებული ვარ და ერთი კადრს არ გიმატებენ. არ ამწამდა რა ვთქვი.